აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში საქართველოს სახალხო არტისტის თინა ბოლქვაძის ხსოვნის საღამო გაიმართა. მსახიობს 100 წელი შეუსრულდებოდა. მისი მოღვაწეობა გაიხსენეს ახლო მეგობრებმა და ნათესავებმა. თინა ალექსეევნა იყო უბრწყინვალესი მსახიობი და საოცარი გემოვნების ქალი. ულამაზესი ქალი. იმდენად საოცარი იუმორის პატრონი. ეს ის თაობაა მარინა თბილელი, სალომე ყანჩელი, აი ეს თაობაა ეს. ვინ ჩამოვიდა ფლორა შედანია, ნორა ყიფიანი, აი ეს ერთი თაობაა სოხუმის სიაში მის მოღვაწეობაზე. მე მახსოვს ქალბატონი თინა, როდესაც სოხუმში ჩამოვიდა, რუსთაველის თეატრიდან ჩამოვიდა. ეს იყო მგონი 58-59 წელი. ჩამოვიდა ახალგაზრდა, სიფრიფანა ქალი, გემოვნებით იცვავდა და ძალიან უხდებოდა სოხუმს. თინა იყო ხალისიანი, სიცოცხლით სავსე, დიდი იუმორის პატრონი. მამაჩემი მეგობრობდა მასთან ძალიან და წერილებს წერდა როგორ შავი ზღვის თეთრ ასულს. მართლა ასეთი იყო, მაგრამ ახალგაზრდა იყო. ეს იყო პირველ რიგში პიროვნება, კოლორიტი და მისაბაძი ყველა მხრივ. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ბიოგრაფიაში იყო აი ასეთი მოვლენა ქალბატონი თინა ბოლქვაძე. თინას არ ახასიათებდა სენტიმენტები და აი იმისთვის რომ თინა ბოლქვაძე იყო, არ არის საკმარისი, იყო თუნდაც ნიჭიერი და თუნდაც კონდეს უამრავი როლი ნათამაშები, ამისთვის უნდა იყო თინა ბოლქვაძე. ეს ქალბატონი ღირსეული პიროვნება იყო. ის იყო მშვენიერი როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად. ის ჩვენი ქალაქის განუყოფელი ნაწილი გახდა და თავის თავს სოხუმელად მიიჩნევდა. დღევანდელი შეხვედრის მიზანია ამ ნიჭიერი ქალბატონის გახსენება, რადგან არ შეიძლება მსგავსი პიროვნებების დავიწყება. თინა ბოლქვაძე ოზურგეთში დაიბადა და ჭანბას სახელობის სოხუმის დრამატულ თეატრში მოღვაწეობდა. მის სახელს უკავშირდება ისეთი ცნობილი როლები, როგორიცაა გულიკო სპექტაკლიდან ახალგაზრდა მასწავლებელი, ნინო სპექტაკლიდან ჩემი ყვავილეთი, კატრინის სპექტაკლიდან ჭირვეული ცოლის მორჯულება და სხვა. თინა ბოლქვაძეს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო. 1971 წელს მსახიობს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.